დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემა ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. თავარი კვირის მიმოხილვა იქნება შაბათს 21 საათზე, მაგრამ დღეს უკვე დაგროვდა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საოცბადოდ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ და დავაკვირდეთ ამ მოვლენების გავლენას საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე. საშინაო მდგომარეობაზე მე ცალკე აღვნიშნავ, რაც უბედურება გვჭირს და რა უბედურებაც გახდა ცნობილი და რაც დრო გავა კიდევ მით უფრო დიდი უბედურებები გახდება ცნობილი, რასაც ეს ხელისუფლება მართებს ქართულ სახელმწიფოს. პირველი მთავარი საკითხი 5 თებერვალი იწურება, რაღაც 3 საათი დარჩა ვაშინგტონში ადრეული დილა და შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ მოხდება. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების თაობაზე 15 წლის წინ დადებული მთავარი ხელშეკრულება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც წარმოადგენს უკანასკნელ დიდ შეთანხმებას ორ მთავარ ქვეყანას შორის, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღის 90%-ს არ გაგრძელდება. რაც ნიშნავს არ გაგრძელება. ამ ხელშეკრულების თანახმად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შეიძლება ჰქონოდათ 1550 ბირთვული გობინი და ჰქონოდათ 800 მატარებელი ამ ყველაფრისა. თქვენ იცით, ჭირდება რაკეტა და დამაგრდეს იქ, სადღაც მიიტანოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ხელშეკრულების გაუქმება ნიშნავს როგორც განთავსება, ისე რაოდენობა, ისე როგორც ბირთვული გობინებისა, ისე მზიდებისა და ასე შემდეგ არაფრით შეზღუდული არ არის და ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ გამალებული სრბოლა ბირთვულ შეიარაღებაში გრძელდება. რატომ იყო ეს ორი სახელმწიფო და რატომ იყო ხელოვნურად ამერიკელების მიერ წამოწეული, რომ აი სამმხრივი უნდა იყოსო. ჩინელები კატეგორიულად უარს არიან, იყვნენ და დღესაც უარს არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ სამმხრივ ხელშეკრულებაში, უბრალო მიზეზის გამო. დომინირებული ბირთვული სახელმწიფოები არიან ამერიკა და რუსეთი. 10% ეს არის საფრანგეთიც, ეს არის ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია, მათ შორის ჩინეთი და ბუნებრივია იმ მოსალოდნელ მომავალ დაპირისპირებებთან თუ დალაგებული სიტუაცია არ იქნა, უზარმაზარი არსენალის მქონე ამერიკას და რუსეთს ხელს არ მოუწერს ჩინეთი, რომელიც თავში იზღუდავს ან წარმოებით, ან რაოდენობის გაზრდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ჩაიშალა საქმე. პირველი დასკვნა აქედან არის, ესე იგი დაძაბულობის ესკალაცია მოხდება და გამალებული შეიარაღება არა მხოლოდ ბირთვულ სფეროში, არამედ თუ გნებავთ კონვენციური შეიარაღების სფეროშიც დიდი ალბათობით ძალიან სწრაფი ტემპით წავა. მიზანი რა არის? გასაგებია, ეკონომიკურად ვინც ვერ გაუძლებს ამ ზრბოლას, ის დამარცხდება. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ამ ჩანგალზე წამოაგეს საბჭოთა კავშირი, როდესაც იცოდნენ რა მისი ეკონომიკური მდგომარეობა და იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში იმ დროს იყო მართვადი ხალხი ხელისუფლებაში, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევდა ამას. დასანგრევი არ იყო, დასანგრევი თემა არ არის, მე უბრალოდ ფაქტებს გეუბნებით. წარმატებით რომ იტყვიან მოგუდეს, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ უბრალო ფაქტს გეუბნებით ეგრეთ წოდებული პერესტროიკის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირს ამ შეზღუდვებით ნავთობის ფასის დაცემით გაუჭირდა,
ის ეძებდა 40-50 მილიარდ დოლარს, რომ გარკვეული დეფიციტი შეეძლო და მან ვერ შეძლო ამ თანხის მოსესხება. ესე იგი, როგორი იქნა აი ამ ხელა გიგანტური სახელმწიფო ამ დონემდე დაყვანილი, ესე ძალიან ჭკვიანური და ძალიან შორს მიმავალი მიზნებით გაკეთებული პოლიტიკა იყო. ეხლა მეორდება, თუმცა არც რუსეთი და არც ჩინეთი ისეთ მდგომარეობაში არ არის, როდესაც იდეოლოგიური ხელისუფლება მოუქნელი იყო და გარკვეულ იდეა ფიქსებს აყოლილი დროს აცდენილი, ხო, რამაც გამოიწვია საბოლოოდ ისი კრახი. ეხლა საფრთხე ის არის, რომ ეს დაძაბულობები არ მოიხსნება. და ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ რაგი სამხრეთ კავკასია არის შეერთებული შტატების დიდი ინტერესების ქვეშ და მე ავხსენი მთავარი ინტერესი რაც არის, ეს არის რუსეთის განდევნა აქედან, შემდეგ ჩუაზიიდან და ასე შემდეგ და ჩაკეტვა ჩრდილო ნახევარსფეროში. მეორე ფაქტი. ირანის ირგვლივ დაძაბულობა არ წყდება და ალბათ გართულებები იქნება. მოდი მეც ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ მე პირადად პროგნოზისტი არა ვარ, მე მხოლოდ სიტუაციებს ავხსენ, ისე როგორც ის არის, განურჩევლად იმისა, მომწონს ეს თუ არ მომწონს. ასე რომ მეტის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ირანი თავისი სტრატეგიული დანიშნულების გამო, ეს ავხსენი მე წინა გადაცემებში არ გავიმეორებ, იქნება მთავარი სამიზნე შეერთებული შტატებისა. პარალელურად ძალიან საინტერესო ფაქტი, სირიის პრეზიდენტი მეორედ ჩამოდის მოსკოვში და თქვენ უნდა ნახოთ ამერიკული პრესის, ძალიან წამყვანი სერიოზული პრესის მიმოხილვა, რომ სირიას უბრალოდ სტაბილურობისთვის და საკუთარი მიზნებისათვის სჭირდება რუსეთი, ამდენად სირიისა და რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ამდენად სირია რჩება იმ ქვეყნად, სადაც რუსული ინტერესი ახლო აღმოსავლეთში გატარებული იქნება იმ ბაზებისა და იმ მხარდაჭერების მეშვეობით, რასაც რუსეთს სირია უცხადებს და აგრეთვე ის არაბული სამყარო, ამიტომ რთული მდგომარეობა. თუ გახსოვთ თქვენ სირიაში ასადის ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ, მე ზუსტად ასე ავწერე სირიის მდგომარეობა, თქვენ კარგად გახსოვთ საქართველოში, რომ აქედან ეს გააგდეს, იქიდან ეს ხალხი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, არც გეოპოლიტიკაზე, არც არაბულ სამყაროზე, არც იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, აი ეს ზერელობა ჩვენთვის კატასტროფულია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ ნელ-ნელა ამ წყვილადის გარღვევას, იმიტომ რომ გაცილებით დიდი რაოდენობის ადამიანი საქართველოში საღია, დაინტერესებულია და მას სურს, რომ ჩვენ როგორმე ავწდეთ უბედურებას. არადა საქართველო განწირულია ასეთი ხელისუფლების ხელში უბედურებისკენ, იმიტომ რომ საქართველო დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო რეგიონში, მსოფლიო პოლიტიკურ ეპიცენტრში, ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრში სამიდან არის ყველაზე სუსტი, ყველაზე წინააღმდეგობრივი, ყველაზე არასერიოზული, არ შემდგარი სახელმწიფო. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ეხება შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობის ძალიან ნიუანსურ მხარეს, ვითომ ერთმანეთთან მოლაპარაკებებში არიან, მაგრამ მე არაერთხელ ავხსენი, რომ სანამ ყველა რესურსი არ იქნება ამოწურული რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკელები და რუსები ერთმანეთთან არ მოილაპარაკებენ. უბრალოდ არ მოილაპარაკებენ, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მოისინჯოს. ერთ-ერთი მოსინჯვის მთავარი კერა იყო უკრაინა, უკრაინიდან ამერიკელები გადიან, ამერიკელები ამცირებენ ნატოში თავიანთ წარმომადგენლობას, ამცირებენ სპეციალისტებს, გასაგებია, ისინი ამ უბედურებას, რასაც რუსეთთან დაპირისპირება ქვია, უტოვებენ მათ გარეშე ნატოსა და ევროკავშირს. ევროკავშირი კვლავ ომის რიტორიკაზეა, 90 მილიარდის სერცხის მიცემა უკრაინისთვის, რომელიც სისხლისგან იცლება,
საშინელ მდგომარეობაშია და არ ანებებინებენ თავს, თქვენ ხედავთ სიტუაციას, როდესაც დასავლეთის ღია დადანაშაულებით იწყებს თავის გამოცვლას უკრაინის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ზელენსკი, მას აბრალის ყველაფერს და შეიძლება ითქვას ძალიან ცნობილმა ამერიკულმა გაზეთმა დავიწყდა, რომ ზელენსკისთვის ახლა დამარცხება არის საკუთარი ხსნა, თავის ხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ ასილდება უკრაინელი ხალხის რისხვას. უკრაინელი ხალხი გაყოფილია, არის ხალხი, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს ომს, იმიტომ რომ იცლება სისხლიდან უკრაინა, მაგრამ არის ხალხი, რომელიც კვლავ ომისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას. არანორმალური დეზერტირობა ხდება ფრონტის წინა ხაზებზე, ვერანაირად ვერ აკავებენ რესურსი. ადამიანური რესურსი აღარ არსებობს ამ ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, უსაშვილოდ მძიმე მდგომარეობა, მაგრამ დასავლეთი კვლავ ფულს აძლევს, რომ ომი გააგრძელოს. ომი გაგრძელდება, მანამ სანამ არ მოხდება ის უბედურება, რასაც ქვია უკრაინის ფაქტიური ლიკვიდაცია, როგორც სახელმწიფოსი. ან სრული კაპიტულაციის შემთხვევაში მოფიქრებული იქნება თუ რა ნაწილი უნდა დარჩეს უკრაინისა, რომელიც ყველაფრისგან ჩამოცილებული იქნება. მათ შორის აუცილებლად ჩამოცილებული იქნება საზღვაო ინფრასტრუქტურას, ეს გარდაუვალია და რატომ ვამბობ ამას მე? ერთ-ერთი ხელისუფლების მიერ მოწონებული ოპოზიციური პარტია, არ მინდა ვისაუბრო, მისი ლიდერი ბჭყალებში აცხადებს, რომ რაკი ამერიკელები აძლევენ F-16-ებს, კაცი საერთოდ საინჟინრო სამხედრო საქმეში აბსოლუტურად ახლო არ არის, მაგრამ დემაგოგია თავისი მხარდამჭერების დაბოლება კვლავ რჩება ძალად, რაკი აძლევენ F-16-ს, ესე იგი რუსეთს არავინ მისცემს ნებას დაამარცხოს უკრაინა, ამდენად გასაგებია რუსეთი დამარცხდება და ეს ამ ხელისუფლებას ვერ გაუგიაო, თვითონ ამბობს, თუმცა თვითონაც ხელისუფლებისგან იკვებება. აი ეს დემაგოგები არის ის, რომლებსაც შეცდომაში შეყავთ ახალგაზრდობა გასაგებია ჯარიდან აარიდეს და მეგონი ათასობით ახალგაზრდა ყავთ პარტიაში, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ახალგაზრდა რა მოწამლული გონება უნდა გქონდეს, რომ საკუთარი სახელმწიფოს ჯარში, რომელიც არ იბრძვის და არც არის შანსი, რომ იბრძოლებს, იმიტომ რომ სრული კატასტროფით დასრულდება, ვარს ამბობს იმსახუროს საკუთარი სახელმწიფოს არმიაში და ეფარება ვიღაც პარტიას, რომელიც არაფერს არასდროს არ იქნება, არაფერი არ იქნება არასდროს და ქმნის იმ მოჩვენებითობას, რომელიც ხელისუფლება მოწყალობა ამ პარტიას, რომ აი შენთან ვინც მოვა, შენ მიეცი საბუთი და გაანთავისუფლეს სამსახურისგან. ასეთ რამეს მხოლოდ გონება სუსტი ხელისუფლება აკეთებს, რომლისთვისაც მთავარი არის ხელისუფლებაში დარჩეს და ინფრასტრუქტურა ჰქონდეს ეს პოლიტიკური პარტიების სახით. და ეს არის საშინელი, მაგრამ კიდე გეუბნებით, ცხოვრება იცვლება, საქართველოში სიტუაციები იცვლება, ადამიანების განწყობები იცვლება და თქვენ ამის შედეგებს აუცილებლად ნახავთ. დანარჩენ საერთაშორისოს გადავდებ, ერთს დავუმატებ, მხოლოდ ბოლო მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც დასავლეთი იყენებს, კერძოდ შეერთებული შტატები იყენებს რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის მისი ძალიან მყარი პარტნიორების ჩამოცილება. ეხლა ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ ინდოელები არ იყიდიან
რუსეთისგან ნავთობს და სხვა რამეს. იცით თქვენ სამხედრო შეიარაღება და ასე შემდეგ უზარმაზარია. რატომ აძლევენ ამერიკელები ინდოელებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას? იმიტომ რომ ამერიკის გარკვეულად სერიოზულად მტრული დამოკიდებულება ევროპისადმი აისახა იმით, რომ ევროპამ დაიწყო მერკოსურთან, ანუ სამხრეთ ამერიკულ გაერთიანებას ბრაზილია, ამერიკა, ურუგვაი, პარაგვა. ანუ ეს არის, მოდით ასე ვთქვათ, საერთო ბაზარის სამხრეთ ამერიკაში ხელშეკრულება, თუმცა ევროპელი ფერმერების პროტესტის გამო რატიფიცირებული ჯერ არ არის, მაგრამ ევროპამ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ინდოეთთან, ეს ამერიკის საპასუხოდ გააკეთა. გასაგებია, ამით ამერიკელებს მიანიშნეს, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს დაიცავენ. მაგრამ როგორც დღეს მონაცემებით, დელი არ ადასტურებს იმას, რომ რუსეთთან რაიმე გაწყვეტას აპირებს, ჩვეულებრივად იგი იმუშავებს რუსეთთან ისე, როგორც ასე. აი, ეს არის მიუმხრობლობის პოლიტიკის დიდი დადებითი მომენტი. თქვენ, როდესაც ფუნქცია აღებული სახელმწიფო ხართ და თქვენ, რომელსაც მნიშვნელობა გაქვთ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებში მოქმედებთ, არ ებმებით დაპირისპირებაში, არ აკეთებთ ისეთ სისულელეს, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ვიღაცის მხარე უნდა იყოს, ხო? არა, გლობალური სამხრეთი არის მიუმხრობლობის პოლიტიკაზე, რა კი ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და პერსპექტივაში თუ მყარად გააგრძელა ინდოეთმა, ალბათ მეოთხე მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე დადგება, მაგრამ ამას წლები ჭირდება, დაკვირვება უნდა, რამდენად გაუძლებს ზეწოლებს ინდოეთი და რამდენად შეძლებს იგი ამაღლდეს რეგიონალური, თქვა, ძალიან მსხვილი მოთამაშიდან უკვე გეოპოლიტიკურ მთავარ მოთამაშემდე. ასე რომ პარტნიორების გადაბირება, ზეწოლა, ყველანაირი შეზღუდვები, სანქციები და ასე შემდეგ, ამერიკელებმა ახალი სანქციები მოამზადეს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ არ მიუციათ მსვლელობა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სადღაც მივდივართ იმ დაძაბულობის უკანასკნელ, რომ იტყვიან მონაკვეთამდე, რომლის შემდეგაც კვანძი უნდა გაიხსნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიტუაცია აბსოლუტურად არაორდინალური რომ არის და განსხვავდება წინა პერიოდებისგან, არის ის, რომ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გუშინ კონგრესში და ასე შემდეგ იყო განხილვები და საუბარი იყო იმაზე, რომ ევროპა ეს არის უკვე არადემოკრატიული ქვეყანა, იქ შეზღუდვებია და ასე შემდეგ, ქართულმა მედიამაც გადასცა ეს ყველაფერი, რაზე მიანიშნებს ეს. პრინციპში, რაც ამერიკაში ითქვა, აბსოლუტურად სწორია. ევროპა აღარ არის ის დემოკრატიის, რომ იტყვიან, ოაზისი, რომელშიც დაიბადა ეს დემოკრატიული იდეები, ეს ახლა არის აბსოლუტურად გლობალისტების გავლენის ქვეშ, აბსოლუტურად მარიონეტული უავტორიტეტო ხელისუფლებებით, მაგრამ ამერიკელების ზეწოლა ევროპაზე არის ჩახსნა ევროპიდან, როგორც სტრატეგიული პარტნიორიდან, იმიტომ რომ ევროპას არანაირი სტრატეგიული პარტნიორობის გაწევა არ შეუძლია, ის უკვე ფუნქცია დაკარგული, აბსოლუტურად არასაჭირო წარმონაქმნია, ამას თავისი შედეგები მოყვება და ეს კეთდება იმ ფონზე, რაც ხდება შეერთებულ შტატებში. მე გაკვირვით დავდე ის მასალა, რომელიც დაიბეჭდა იგივე ამერიკულ პრესაში, თუმცა აქ ძალიან საცოდავი ხალხის მიერ აბსოლუტურად არასწორი აღქმა იქნა. კერძოდ საუბარია ეფშტეინის ფაილებზე და ასე შემდეგ. მე უნდა გითხრათ, რომ შეერთებულ შტატებში ვერანაირი KGB, ვერანაირი მოსადი ვერაფერს ვერ გააკეთებდა თუ
იქ ხელისუფლების და სპეცსამსახურების გარკვეული ინტერესი არ იქნებოდა. ეხლა გავხსნე ამას. ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები არ არის მოყრილი ერთად. აი როგორც თუ გნებავთ KGB იყო და ასე შემდეგ. ან თუ გნებავთ ეხლა როგორც სუსია საქართველოში, იმიტომ სტრუქტურულად სახელმწიფოსთვის სპეცსამსახურები არის უდიდესი მნიშვნელობის, უზარმაზარი დატვირთვა აქვთ მათ. წესიერ სახელმწიფოში თუ საქართველოში რასაც აკეთებენ ხელისუფლების ზეწოლის გამო არც კი აძლევენ ამ სამსახურებს თავისი საქმე აკეთონ. 16 სპეცსამსახურია შეერთებულ შტატებში და ნაციონალური უშიშროების სამსახური, ანუ სამინისტრო ჩვენი ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, გამორიცხულია რომ FBI, ანუ ფედერალური გამოძიების ბიურო, ან და ცენტრალური სადაზვერვო სამსახური, ან და ნებისმიერი სხვა სამსახური, სპეცსამსახური, რაიმე ინფორმაციას არ ფლობდა ამის შესახებ, მაგრამ მიზნები სხვადასხვა იყო. ვინც იწყებდა ამ საქმეს ეპშტეინის მეშვეობით, ცხადია სხვა მიზნები ჰქონდა. ეხლა დღევანდელ ადმინისტრაციას, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ამერიკა კვლავ დიადი უნდა გავხადოთ და აბსოლუტურად სწორია ლოზუნგი, იმიტომ რომ ამერიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან იქნა რომ იტყვიან დაზიანებული. მე შემიძლია დღევანდელი გადასახედიდან გითხრათ, რომ ეს ელიტა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომელიც ამერიკის წინაშე დგას, წავა ყველაფერს. მათ შორის ხედავთ თქვენ რა ფოტოები გამოქვეყნდა, რა ხალხია, რაზეა ლაპარაკი და რატომ ანგლოსაქსები გამკეთებელი ხალხია, ესენი შემსრულებლები არიან. ის რაც ჩასარეცხია, ის რაც უნდა ჩაირეცხოს, რა თქმა უნდა, ამაში ის დიპსტეიტის ნაწილიც მონაწილეობს, რომელიც ამ ხელისუფლებას და მის უკან მდგომ ელიტას უჭერს მხარს. სხვანაირად ვერავინ ვერ მოვა შეერთებულ შტატების ხელისუფლებაში, მიდის უკანასკნელი სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები აშკარა არის. აშკარა არის იმ გლობალისტური ელიტების მიერ დასმული პრეზიდენტების სრული დისკრედიტაცია და მე ეს გამოვთქვა იმაზე, რომ შეიძლება ისინი დაჭერილი იყვნენ. მოყოლებული კლინტონიდან ალბათ მოსალოდნელია ყველა დაიჭირონ. რატომ ვამბობ ამას? ამერიკელები თავის თავს მიხედავენ, ჩვენ ახლა ქართულ უბედურებაზე გადავ. მე მინდა არ იყოს ინსინუაციები და არ იყოს არასწორი წარმოდგენები. სახელმწიფო თუ გინდა შეინარჩუნო, ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ხისტი, სამართლის ფარგლებში მოქმედებდეს და დაზოგვა იმისა, რამაც დააზიანა, აი ლამის წააქცია უზარმაზარი ქვეყანა არ შეიძლება. არც არაფერს არ დაზოგავენ, არც არაფერზე უკან დაიხევენ და ეხლა მე გადავალ, ამიტომ ეს სისულელეები ლაპარაკი, რომ იქ ვიღაცა KGB-მ გააკეთა ეპშტეინის კუნძულზე, ეს არის აბსოლუტურად განულებული აზროვნების ადამიანების რაღაც მონაჩმახი, რომელიც რეალურად არ შეიძლება იყოს. იმისათვის რომ დარწმუნდეთ ასე რატომ არ შეიძლება რომ იყოს, კარგად უნდა იცოდეთ ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურა, უნდა იცოდეთ იქ ელიტების მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყანა გვაქვს მისახედი, უბრალოდ მისახედი კი არა, ყოფნა არ ყოფნის მდგომარეობა არის. მე ძალიან ხისტად და აგრესიულად საუბრობ იმ ნეგატიურ მხარეებზე, მაგრამ უნდა დამერწმუნოთ იმაში, რომ მე თავს ვიკავებ, რომ მაქსიმალურად არ თქვა ყველაფერი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ხალხში პანიკის შეტანისათვის კი არ ვსაუბრობ. მე ვზომავ იმ
მაქსიმალურად ზღრულად შესაძლებელ სათქმელს, რომლის იქით კიდე დიდი უბედურებაა, რომელიც ჩვენ პერსპექტივას არ გვიკავებს. ნახეთ, დავიწყოთ. ყველაფერი ტყუილშია გახვეული, ხო? ორშაბათს ასავალ-დასავალმა გამოაქვეყნა ლაზარე ჯორბენაძის, არადა მე პირადად ვიცნობ ამ კაცს, ძალიან კვალიფიციური კაცია. ცოტა ვინმე თუ დადის საქართველოში, რომელსაც ამ დონის კვალიფიკაცია და ამ დონის წვდომა ჰქონდეს და ამ დონის ტრაექტორია ჰქონდეს ცხოვრებაში გავლილი, რაც პრაქტიკულად არ არის, მან დაწერა ის, რაც დაწერა, რომ გარეჯის გადაცემა მოხდა ამ ხელისუფლების დროს და ამაზე ხელს აწერს. აი, შემიძლია ძალიან დაჯერებულად გითხრათ, რომ გამოვრიცხავ ერთ სიტყვასაც კი, რომ იქ არასწორი იყოს, იმიტომ რომ ამ კაცს არ ჭირდება რაიმეს მოგონება. იგი იმდენად ინფორმირებული ადამიანია საქართველოში, მე მეორე უფრო ინფორმირებული ადამიანი არ მეგულება. ესე იგი რა ხდება? სააკაშვილს თავისი უბედურება ეყოფა. სააკაშვილი რაღაც პიჯაკების და რაღაც მოძრაობების გამო კი არ უნდა იყოს გასამართლებული. სააკაშვილი გასამართლებული უნდა იყოს იმ შედეგის მიხედვით, რაც დადგა საქართველოში. გაყინული კონფლიქტი იქნა გაყინვის მდგომარეობიდან გამოყვანილი, პროვოცირებული იქნა გარკვეული პროცესები და საქართველოს 1000-ჯერ გაურთულდა უსაშველოდ ფილიგრანული პოლიტიკური ტექნიკა ჭირდება, უსაშველოდ პროფესიონალიზმი პოლიტიკური ჭირდება, აუცილებელი გზების მოძებნა ჭირდება, რომ ჩვენ შევძლოთ იმ სიტუაციის აღდგენა და ეს აფხაზებთან დიალოგის გარეშე, მათი ადგილის განსაზღვრის გარეშე ქართულ პროექტში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ქვია, არ გამოვა. კონსტიტუციურად მათი უფლებების, მოვალეობების, ვალდებულებების, მათდამი პასუხისმგებლობის, დამოკიდებულების ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს. ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა მართონ ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ქვია. საქართველო ვერ იქნება უნიტარული სახელმწიფო, ვერ იქნება უნიტარული სახელმწიფო და ვირეშმაკა ცენტრიდან მართული ის, რაც ჩვენ გვაქვს ახლა, ის იქნება ისეთი მთავარი ამოცანა, როგორც იყო ფედერალური, ისეთი აღდგეს, ისევე როგორც თქვენ ვერ მოკიდებთ ხელს აჭარის ავტონომიას და არანაირი საჭიროება არ არის, მაგრამ ის ავტონომიაც არაფორმალურმა მმართველობამ და მარიონეტმა ხელისუფლებმა გათელეს. შეხედეთ ბათუმში რა ხდება, მალე იქ აჭარელი არ დარჩება. ვინმე გახარებული თუ არ რომ ბათუმში რა შენდება და რა კაია, მე მაშინ ასე გეტყვით. ბათუმის აშენება ქართული რესურსით შეიძლებოდა, ქართული ფულით შეიძლებოდა, ნახეთ რამდენი მილიარდია დეპოზიტზე საქართველოში, რატო არ მიდის ეკონომიკაში, არავინ არ გაუშვებს ეკონომიკაში, იმიტომ რომ უნდა გამოხდეს აბსოლუტურად უვიცი კობახიძე და უნდა თქვას, რომ არაბული ინვესტიციები განავითარებს საქართველოს ეკონომიკას და ასე შემდეგ. ესე იგი, ავტონომია შეიძლება იყოს, მაგრამ ავტონომიური წარმონაქმნის ხელისუფლების მარიონეტიზაციამ, წარმოიდგინეთ თქვენ, ის ვიღაც ღლაპი რომ მოათრიეს აჭარის პირველ პირად ამ ოცნებამ. რაში იყო გარეული? არიცით რაში იყო გარეული? არ მინდა ამ თემაზე, საზიზღარი თემა არის. ამიტომ ჰაქიზი თემა გაყიდა, ხელი მოეწერა და აზერბაიჯანელებს მისცემს. ეხლა თუ ვინმეს არ გეზარებათ,
არ უნდა გეზარებოდეთ. კეთილი ინებეთ და თბილისიდან 30 კილომეტრში ჩადით მარნეულში. ჩადით სხვაგან. მალე მარნეული ერთ-ერთი ძალიან მსხვილი ქალაქი იქნება. მანახეთ ქართველი ფირმები, ვინ აშენებს ყველაფერ ამას? აბა ვინ აშენებს? გასაგები ამაზე საუბარი შემდეგისთვის აშენებენ კი არა. ისე აშენებენ და ისევე აშენებენ კიდე ამ გამყიდველი ხელისუფლების წყალობით, რომ მალე ეს ყველაფერი დაცლილი იქნება ქართველებისგან. ესე იგი, თქვენ სახეზე გაქვთ ფაქტი. ამიტომ ვამბობ მე, ღირსეულ ქართველებს მოგმართავ და არა სეთურის ბრუა. ის, ვინც ქვეყნის გაყიდვაში ღია დოკუმენტებით დასახელებულ ამ ხელისუფლებას მხარს უჭერს, ერთი ნახეთ მთავრობის გვერდზე რა ტაშფანდურია აგებული ამ სეთურის ბრბო ქართველების მიერ. ერთმა კაცმა მისაყვედურა, აუ შენო შეურაცხყოფას ერთუჯრედიანები კი არ არიან. ესენი ბნელი და ერთ-ერთი ყველაზე მავნე ხალხი არიან დღევანდელ საქართველოში, იმიტომ რომ მათ ფეხებზე კიდიათ ქვეყნის გაყიდვა, ფეხებზე კიდიათ კორუფცია, ფეხებზე კიდიათ საკუთარი ოჯახი და თავის ბელადს მიჩერებული ელიან, როდის იქნება კაი ცხოვრება. კაი ცხოვრება აღარ იქნება თუ ჩვენ თვითონ არ მოვაბრუნებთ ეს ყველაფერი. ეს ერთი უსაშველოდ საშიში ფაქტი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე დაღდნობით გაასაჯაროვა კაცმა, რომელსაც აქვს ნომერ პირველი წვდომა ყველა დონის საიდუმლოებებზე. რატომ? მე შემიძლია ჩემი შეფასება გავაკეთო. რატომ ვაქტიურობთ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანაც გვიყიდიან და გვართმევენ, რომლისგანაც შემდეგ თუ ჩვენ ასე ბაიყუშებით ვიქნებით, მალე გაყვრიან აქედან. ის კაცი ზუსტად ისე მოქმედებს. მის ქვეყანას, არადა ის წარმოშობით აჭარელია, ხულოდან არის, ძალიან ნიჭიერი ძმები არიან, თავად ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ძალიან ცოდნე ადამიანია. მას ქვეყანას უყიდიან და მან თავის თავზე აიღო ის, რაც გვაქვს. ჩვენ თავზე ავიღეთ ის ნაწილი, რასაც ქართველთა დიდი გაერთიანება. ჩვენ პარტიაში კი არ გვინდა და არიქა საღაცა აგვირჩიეთ და ფული ვაშოვნინეთ. ჩვენი ქვეყანა გვინდა. იმ კაცსაც თავისი ქვეყანა უნდა. ამ ადამიანებს ჩვენ ყველას გავაერთიანებთ ყოველ მიზეზს გარეშე და თქვენ მალე გაიგონებთ ჩვენ რა გასვლები გვექნება რეგიონებში და რა სიტუაციები დაგხვდება იქ. ჩვენ კვირას გავალთ ქუთაისში, დავითობა მაინც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სიმბოლურად გვინდა მოვიხაროთ ქედი დიდი წინაპრის წინაშე, უბრალოდ სხვა არაფერი და მალევე დავბრუნდებით, მაგრამ იმ კვირიდან უკვე გასვლები იქნება ძალიან სერიოზული. ესე რომ ერთი უბედურება სახეზეა. გადაბრალების მოტყუების ეტაპი გავიდა, მოტყუებული ქართველების სიაში საღი, აი გადარჩენილი ქართველების სიაში არ წერიან, ამიტომ მოიტყუონ თავი, მათზე არაფერი არა დამოკიდებული. მე მოგვართავთ ყველა საღ ადამიანს, ხელისუფლება ყიდის ქვეყანას. აი ჩვენი ამოსავალი. თუ ვინმე მეტყვის არ ყიდისო, რუსთაველზე, ილიასა და აკაკის ძეგლის სკვერში და წინ რუსთაველზე გაზონებზე 1000-ობით ამონაწერი მოვიტანეთ საჯარო რეესტრიდან თუ სად რა არის გაყიდული.
ჯამში ჩვენ რაც აგვაქვთ 5000 ამონაწერია, მაგრამ ეს არ არის სრულად, ძალიან ნაკლია ბევრი, მაგრამ კიდე გეუბნებით. იმისათვის რომ ჩვენ განგაში ავტეხოთ სრული სურათი გვაქვს. დანარჩენს უკვე იფიქრებენ ჩვენი საღი თანამემამულეები, გუშინ ჩვენ შეხვედრა გქონდა ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში და ოფისი უბრალოდ სავსე იყო და არ დაიტია ხალხი და გარეთ იყვნენ. მე დავწერე რომ ალბათ ცოტა ხანში უფრო დიდი ოფისის აღება ჭირდება. ჩვენ დასამალი არავისთან არ აგვაქვს, ჩვენ ყველა შეხვედრას მათ შორის ოფისშიც ღიად გადავცემთ, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს რაზე ვსაუბრობთ. დასამალი ჩვენ არც უშიშროებასთან აგვაქვს, არც თავრობასთან აგვაქვს, არავისთან არაფერი დასამა, ყველაფერი სუფთად და ღიად უნდა გაკეთდეს. და კეთდება კიდევაც. მადლობა ყველას, ვინც შეწუხდა, ჩამოვიდა ძალიან შორეული ქალაქებიდან, შორეული როიტყვიან მუნიციპალური ცენტრებიდან, ადრე რაიონული ცენტრები რომ იყო შემართული არიან, ძალიან განიცდიან იმას რაც ხდება, ჩვენ ყველანი განვიცდით და ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიქნებით ამ წმინდა საქმეში. ეს მესამე ხელისუფლება ვერაფერს გონივრულს ვერ ამბობს იმ ვირეშმაკული რეფორმის გამო, განათლების რეფორმას რომ დაატეხა თავს, დაარქვა ისტორიული რეფორმა და აკეთებს სისულელეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებას. მე ამაზე ვისაუბრე დეტალურად და მათ შორის თენგო ომანიძესთან ქართულ ტალღაში ძალიან დეტალურად, წმინდა პროფესიულად განვიხილე რა არის ერთი სასწავლებელი მეორე. საქართველოს ხელისუფლებაში ეს პროფანი იურისტები რომ არ იყვნენ, სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით ვამბობ, თორე მე იურიდიულ სფეროში მათ კომპეტენციას არ ვეხები, არც ამაქვს უფლება, მე უბრალოდ შემიძლია შევაფასო მხოლოდ პოლიტიკური ქმედება მათი, ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ არანაირი პროფესიონალი იურისტი კობახიძე არ არის, იმიტომ რომ პროფესიონალიზმი კარგად დაიმახსოვრეთ ყველა. ეს არის პროფესიული წესიერება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ამისგან კაცი დაცლილი თუა ის არანაირი პროფესიონალი არ იქნება. პროფესიონალი იურისტი, კონსტიტუციონალისტი არასდროს დაუშვებდა იმას, რომ არაკონსტიტუციური შინაარსის მუხლები შეტანილი ყოფილიყო საკუთარი სახელმწიფოს კონსტიტუციაში. მე ვსაუბრობ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას. ერთი საცოდავი ახალგაზრდა შემოხდა და აბა თქვენ არ გინდათ საქართველოს მომავალი ევროკავშირში და ნატოში? სხვა რამეს ვამბობ. მაგრამ ამდენი გაგების უნარი ამ წყალწაღებულ იდეოლოგიით გამოთაყვანებულ ხალხს სხვა რამეს ვამბობ. არ შეიძლება ის შეიტანო კონსტიტუციაში, რაც არაკონსტიტუციური მუხლებია. ხო? წარმოდგენა რო გქონდეს სამეცნიერო ტექნიკურ განათლებაზე, საბუნებისმეტყველო განათლებაზე, ხელისუფლებაში ვინმე მისი განათლების სფეროში მისი მრჩეველებიც ჰუმანიტარები არიან და კიდე გეუბნებით ეს ვითომ კონსულტანტებად ჩამოყალიბებული ესე ძერილი მომსახურე ხალხია. რაც გააკეთებდა ხელისუფლება 21 საუკუნეა. მეცნიერების საუკუნეა. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი თუ არ მიდის ქვეყანაში, ქვეყანას ვერაფერი ვერ განავითარებს. ვერავითარი არაბის მილიარდები ვერ განავითარებს. არაბი მოდის მიზანმიმართულად ამ ქვეყნის დასაკავებლად. მას უამრავი პრობლემა აქვს მალე კლიმატის ცვლილების გამო. ამიტომ ის აგერ ნახა მარიონეტი გამყიდველი ხელისუფლება და ყიდულობს ყველაფერს, ხო? აქ მწვანე ზონა იქნება უახლოესი და შორეულ პერსპექტივაში საქართველოს საცხოვრებლად რჩება კლიმატის ცვლილების გამო. სამხრეთ ნახევარსფერო ნადგურდება საცხოვრებლად, იქ ვერავინ ვერ იცხოვრებს,
მილიარდობით ადამიანი უნდა დაიძრეს ზევით და საქართველო არის პირველი მწვანე ზონა, რომელიც ამ მიგრაციის დროს დახდება, აქ წყალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დავაკვირდეთ ახლა პოლიტექნიკური ინსტიტუტი იმ წყობით, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა საქართველოში და მით უმეტეს დამოუკიდებელი არის გიგანტური წარმონაქმნი. პოლიტექნიკური, ანუ მრავალტექნიკური. მაგრამ მრავალტექნიკას ყველას თავისებურებები აქვს. ყველას სიღრმეში შესვლა უნდა. ყველას სხვანაირი გააზრება უნდა თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში. აბა ერთი გადავიხადოთ იქ, სადაც ძალიან დიდი მაღალი დონის განათლებაა, სადაც ტექნოლოგიები და ტექნიკა ძალიან მაგრამ ავიღოთ ინდოეთში შევიხედოთ. რა ქვია ერთ-ერთ ინსტიტუტს, მაგალითს მოვიყვანთ. სამრეწველო ინჟინერიის ინსტიტუტი. ანუ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთი ფაკულტეტი სამრეწველო, აქ მრეწველობის დარგებზეა საუბარი, დავიწროებული ცალკე ინსტიტუტია. თუ თქვენ იქ ელექტრო და ასე შემდეგ თუ გნებავთ კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით, ეს სულ სხვა რამეა, სხვაგან უნდა გამოყო. იმის ნაცვლად, რომ პასუხისგებლობის ჭკვიანი ხელისუფალი ამ ხელა კონგლომერატს, რომელსაც ცნობილი გპი ქვია, დაშლიდა, თუ გნებავთ იგივე შენობებში, ოღონდ ცალკე სტრუქტურებად, იმიტომ რომ ტექნოლოგიების განვითარება შეუძლებელია ისეთი სპეციალობების გარეშე, როგორც არის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია. მანქანა იმას კი არ ნიშნავს, რომ მიუჯდებით იმათ ვეუბნები, ქთამში აღებული ფულით 100 და 150,000-იან მანქანებში რო შეჯდებით. ის კი არ არის მანქანა, ის ერთი პატარა ნაწილია მექანიზმების აწყობისა. მანქანა არის ყველაფერი, რაც კი გამოიყენება იმისთვის, რომ რაღაც აწარმოა. ამიტომ ისეთი სპეციალობა, როგორც დღეს მანქანათმშენებლობა, ისეთი სპეციალობა, რომელიც სამრეწველო, საინჟინრო სპეციალობებია, ეს არის მანქანებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, ყველაფერი აქ არის. ეს არის ფუნდამენტი, აქ ძალიან რთული საგნები იკითხება. ძალიან რთული, იმიტომ რომ ფუნდამენტალური საინჟინრო განათლება არ არის იოლი დასაძლევი, ამას ძალიან სერიოზული ყოჩაღი სტუდენტი ჭირდება, ძალიან გარკვეული სტუდენტი ჭირდება და ეს უპასუხისგებლო ხალხი, სრული შტერები განათლების სფეროში, სრული ის უსაშველოდ შტერი სამინისტრო, რომელიც ქთამზეა გადასულ, მინისტრი არ ვამბობ. იქ ხალხი რომზის, იქ შუქურას დედის დაქალები, განათლების ყველა სფეროს, რომ იქ რუსთაველის ერთი ჩამპალი ფონდია, რომლებიც აფინანსებს ამ პროტესტულ პროფესორებს, აფინანსებს ამ სამინისტროს, დაფინანსებს იქ აკადემიის ვიღაც, ესე იგი ხლამი, ერთიანი ჭაობი, ხო? იმის ნაცვლად, რომ რაციონალიზაცია ხასუსა ურთულესი საგნები მაქვს წაკითხული ქართველი ახალგაზრდებისთვის, ძალიან რთული. აი, ზღვარზე როა საინჟინრო და საუნივერსიტეტო განათლების ხარჯზე, მაგალითად მანქანების დინამიკა. ეს არის ნომერ პირველი ურთულესი, რომელიც ფუძია ყველაფერი იმისა. გონება აი ხასხასი გონება ქართველებს, ახალგაზრდებს და ვანადგურებთ ამას ყველაფერს. მათ შეუძლიათ ყველაფერი აითვისონ, სკოლა განადგურებულია მიზანმიმართულად და ეხლა უზარმაზარ, აბსოლუტურად თანამედროვე პირობებში არამართვად პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, რომელიც უნდა დაყო, იმიტომ რომ ძალიან თანამედროვე დარგობრივი ინსტიტუტები უნდა გააკეთო, თავარი დარგები, მე არ გეუბნე, ელექტრონიკა სხვა რამეა,
ეს სხვა რამეა, არის კიდე სხვა საკითხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად მოაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ ფუნდამენტალური განათლების და ამ მონსტრს, ეგრეთ წოდებულ გპ-ის ამატებს ამას. მე დავწერე მთავრობის გვერდზე, ბევრმა ნახა, ვიცი, ან მზაკვრები ხართ, ან უვიცები ხართ. რომელია სწორი? მე თუ მკითხავთ 50% მზაკვრები არიან და 50% უვიცები არიან. ქვეყანას ანგრევენ, არა მარტო ყიდიან, არამედ უნგრევენ საქართველოს სახელმწიფოს არსობების ბოლო საფუძველს, რომელსაც განათლება და მეცნიერება ქვია. განათლება და მეცნიერება მოშლილი სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია ამ ხალხის მიერ და რა ხდება? რა კი ამ ხალხს ჭკუა არ აღმოაჩნდა და დაძდევს ეგერ ერთ ბელადს და მეორე ბელადს და რაღაცას აპროტესტებს უთავბოლოდ თვითონაც რო ვერ აგიხსნით, გუშინ წინ გავიარე და რა ინგლისურ ენაზეა დაუწერიათ პარლამენტის წინ რაღაც ტექსტები, გასაგებია ხა რა მნიშვნელობა აქვს რაც იყო და ვიღაც უცხოელებისთვის აკეთებენ ამას, რომ ხედავთ როგორ აპროტესტებენ. საკუთარი სახელმწიფო გაქვს, საკუთარი სახელმწიფოში მითხარით მეცმოვალ პროტესტზე, თქვენზე ნაკლები არც მომიტინგებარ, არც გაბედული ვარ. ყველაფერი შემიძლია ოღონდ გამაგებინეთ რაცა, იმიტომ რომ უცხოური ტექსტები დაიკავოთ და ვიღაცამ გადაგიხოთ და მე ევროპაში რომელიც არის დაქცეული, როგორც პერსპექტივის მქონე, არ მქონე, ჭაობში მყოფი, თუ ვინმეს არ გჯერათ რა ჭაობშია ევროპა, მოусმინეთ ამერიკის კონგრესში ევროპის განხილვაცა. რა უკანასკნელი სიტყვებით ამოდეს და ყველაზე ძიმე რა რიცით, სწორად ამოდეს ევროპა ფეხქვეშ. სწორია ყველაფერი შეფასებები. ცენზურა, უბრალო მაგალითს გეტყვით. საფრანგეთის მედიაში არანორმალური, აი როგორც ვირუსული ვიდეო, ხო იცით, რუსი კომიკოსის გათამაშებულმა სცენამ მაკრონის ცოლის შესახებ არანორმალური გავრცელება პოვა. სულ გუშინდელ ამბავს გეუბნები, როცა მე ეს ვნახე. და იცით რას წერენ ფრანგები? ასეთი იუმორი ჩვენთან უკვე ნიშნავს იმას, რომ ან სამსახური დაკარგო, ან რაიმე გამორიცხულია ამის ნება ჩვენ აქ არავინ არ მოგწევს. საფრანგეთი, რომელიც არა მარტო დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმძლავრესი აკვანია, არამედ ფანტასტიკური კულტურის ქვეყანა, კლასიკურ საფრანგეთს გულისხმობ, არანორმალური ბიძგი, რომიცა მეცნიერების განვითარებას ნაპოლეონის პერიოდში, ეს ნაპოლეონი ცალკე თემა, უზარმაზარი ფიგურა იყო, რომლის შესახებაც ქართველებმა მარტო იციან, რომ მხედართავარ იყო, არა და ასე შემდეგ. და დღეს დაემთხვა იმას, რომ ამერიკის კონგრესში ამას ყველაფერს ღიად განიხილავენ და შეფასებებს არ აკლებენ ამ ჭაობში ჩავარდნილ, ფუნქცია დაკარგულ ევროკავშირს, რომელიც სანატრელი აქვს ჩვენს გადაგვარებულ ნაწილს, რომლის გადაგვარების მიზეზი არის დამპალი იდეოლოგია. ხაზს უსვამ, საკუთარი სახელმწიფო გქონდეს, ყიდიდე და ანგრევდე და ევროპაში გინდოდეს შეცვლა, რომელიც ტექნიკურად შეუძლებელია. ნატოში გინდოდეს შეცვლა, რომელიც ტექნიკურად გამორიცხულია. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი წაართვა ამ საოცარ ქვეყანას, ამ საოცარ კულტურას, მის მატარებელ ხალხს და ამ 33 წლიანი გადაგვარებულობის გამო გაწირო ის, რომლის არსებობის შენარჩუნებას 7 მილიონამდე ქართველი შეეწირა.
ხმლით იცავდა, კბილებით იცავდა, უზარმაზარი გაჭირვება გამოიარა, უზარმაზარი მისი მეფეების შეცდომის გამო არ დაკლებია ჟლეტა და განადგურება და ასე შემდეგ და მაინც მოაღწია აქამდე და აქამდე მოტანილი ქვეყანა ვიღაცეებს უნდა გაყიდოს და არ გავაყიდიებთ, რად რო შევეწიროთ ამ საქმეს, არ გავაყიდინებთ, ქართველები აჩვენებენ საკუთარ ძალას, საკუთარი ქვეყნის გვერდით დგომას და თქვენ ნახავთ ეს რა შედეგსაც გამოიღებს. ეხლა მე არ გადაგღლით, თავარ საკითხებს შევეხე, დღეს მაინც ხუთშაბათია, შაბათს მე 21 საათიდან ჩავერთვები გადაცემაში ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად და შემაჯამებელ ანალიზს გავაკეთებ შაბათისთვის. ეხლა დაგემშვიდობებით, მხნეობას გისურვებთ ძალის მოკრებას და გისურვებთ იმას, რომ ღრმად ისევე იდგეთ ამ მიწაზე, როგორიც ჩვენი წინაპარი იყო შემართული, ბრძოლისუნარიანი და შეუშინებელი. შეშინებული ქართველი ცოდვა ქართველია, ბრძოლის უნარ დავაკარგული ქართველი საცოდავია, იმიტომ რომ კაცის ფუნქცია აქვს დაკარგული და შეშინებული კაცის ოჯახით ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი შვილების მომავალი. მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ვიყოთ უსაშბელოდ გამაგრებული, ერთმანეთის გვერდით დგომი. ქართველთა დიდი გაერთიანება ყველა სკეპტიკოს დაანახებს. აი თუ არ შეუძლია ქართველებს გაერთიანება, მაგრამ წმინდა საქმეა ერთიანებს ხალხს. არა დემაგოგი, არა ვიღაც პარტია. ნახეთ როგორ რეკლამას უწევს ხელისუფლების ის ტყლაპ ტელევიზიები ამ ოპოზიციურ პარტიას, ეგერ ვიღაცა გაქცეულია, ვითომ პარტიის ლიდერი და გამოყავთ ვისი ვიღაცა წევრები, რომლებიც ასე გონორით ლაპარაკობენ და ეს ყველაფერი არის ფარსი. ეს არის ყველაფერი თვალისახვევა და ჩვენ ამას არ შევეგუებით. დაგემშვიდობებით შაბათს 21 საათამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.